ნუ დასჭი სიკვდილითა. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. მეფე გიორგი სიკვდილით დასაჯა მეამბეხენი. შოთამ ვერ დაიტირა თავისივე ძმადნაფიცი, დემეტრე უფლისწული. მანამ ტუსაღი იყო ღალატით მოუკლეს მამა. სიკვდილით დასაჯეს ივანე ორბელის ძე. მირდატი, 23 წლის. თეკლეს მოუკლეს ქმარი, მალევე გადაიყოლა მისივე დარდმა. დაიქცა ორბელთა მოდგმა. დაიქცა მოდგმა სურამელთა. შოთა გადაურჩა. თურმე ელოდა სიკვდილით დასჯასა. ეგონა ვითა დემეტრე უფლისწულის ძმადნაფიცსა, გაიმეტებდა მეფე გიორგი. თურმე უთქვია მამიდასა რუსუდანსა, იმ კაცის სიცოცხლე მე მაჩუქე. ვიცი ძმადნაფიცია, მეტი ბრალი არ ჰქონია. ტუსაღად დარჩეს, ვერაფერს დაგიშავებსო. მერე მითხრა მამიდამ, ქალი ვარ, გუმანმა მითხრა, შენი გახდებოდაო. მერე მეგონა, მეფე გახდი, ტუსაღი დაივიწყეო. რუსუდანი ამბობდა, როცა გავიგე დემეტრე მოკვდა, მუხლი წამერთვაო. ქალი ვარ, ძალა მქონოდა გავიმეტებდი ჩემივე ძმასა. 3 წელი გავურბოდი მეფესა. ვერიდებოდი სასახლეს მისვლასაო. გავიგებდი აპირებდა მოსვლასა, მე ვეშურებოდი გასვლასაო. მერე შემოთვალა, ვიცი მარიდებ თავსა. არ ვიმჩნევდი, ვითა მეფე გიხმობ სასახლესაო. ვერ გავუბედავდი ურჩობას ძმასა, ვითა მეფესა. მივედი დაითხოვა მხლებელნი. მითხრა, მინდა გაგანდო ხვაშიადი ვითა დასაო. ვიცი ვერ მაპატიე უფლისწულის დასჯა. ვიცი სასტიკად მოვეკეცი ჩემივე ძმის წულსა. ვიცი ორბელმა დაიყოლია. მოვიდა, პატიება ითხოვაო. ვითა კაცსა მერჩივნა არ დამედო ცოდვა კაცისა. მერჩივნა ჩამეგდო დილექსა. ვითა მეფე ვიცოდი, ძლიერება მეფისა მისივე ხელია. ვიცოდი მეფის მოძულენი იპოვიდნენ გზასა, ტუსაღთა გამოხსნისა. მეფის ორგულთა დარჩებოდა თიმედი ახალი ამბოხისა. ვერ გაუბედავდნენ მეფესა, უღალატებდნენ მემკვიდრესა. ჩემი სიკვდილი ახალი ამბოხის დასაბამი გახდებოდა. საფრთხე დაემუქრებოდა სამეფოს ძლიერებასა. მეამბოხენი დასჭიდნენ თამარსა, ვითა მეფის მემკვიდრესა. მეშინოდა მოერეოდნენ ვითა ქალსა. მე ვიქნებოდი მიზეზი ჩემივე მემკვიდრის ხვედრისა. სამეფო ვერ ჰგულობს ამბოხსა, ვერცა მეამბოხეთა. ისჯება მეფე, იქცევა სამეფო. ბრალი მეფის უძლურება. მეამბოხეთა დასჯა ცოდვა კაცისა, არგია სამეფოს გადარჩენასა. ძლევა მეფისა დასჯა ხალხისა. მეფის ერთგულნი ბევრად მეტია. მეფის დაძლევა ტოლია მეფის ერთგულთა სიკვდილისა, ვასალთა ახალი ურჩობისა. დასაბამი ახალი ბრძოლისა, მოგებული ომი ხელახლა მოსაგებია. ახალი სიკვდილია მხედრობისა. ბევრად მეტი სიკვდილია ხალხისა. გითხარი მიზეზი ჩემივე საქციელისა. ვითა მეფეს მომლოდინეს სიკვდილისა მიფიქრია. მიცდია გამართლება ჩემივე საქციელისა, ვითა პატრონსა ქვეყნისა. ვიცი გაგიკვირდება. გგონია გიხმე ვაპირებ გამართლებას ჩემივე ჩადენილი ცოდვისა. მინდა იცოდე, მეამბოხეთა სიკვდილით დასჯა, ბევრად მეტი სისუსტეა ძლევამოსილი მეფისა. ნიშანია მეფის უძლურებისა. დილეგში მყოფნი ვერაფერს ავნებენ სამეფოსა, თუ დაცულია კარი ციხისა. დასჯა ნიშანია მეციხოვნეთა ნდობის დაკარგვისა. მეციხოვნენი გრძნობენ მეფეს არ სჯერა მათივე ერთგულებისა. მათი ნდობა არ აქვს მეფესა. თუ მეციხოვნეთა ერთგულება დაიჯერა მეფემა, ვერ დაიჯერა ერთგულება მხედრობისა. თუ მოძულენი მიონდომებდნენ ტუსაღთა ბრძოლით გამოხსნასა, მხედრობას უნდა დაეცვა ციხე. მეამბოხენი დასაჯა მეფემა, ეჩვი შეუტანია თავისივე მხედრობის ძლიერებასაო. იციან მეციხოვნეთა, იციან მხედართა მათივე ნდობა დაუკარგია მეფესა. ზარი შეეპარება მათივე ერთგულებასა. დაელოდებიან დროსა, იპოვიან მიზეზსა ამბოხისა. ჩემივე საქციელით მოვჭერიხი ამბოხისა, დარჩა თესლი ახალი შფოთისა. დრო მოვიგე, ვიდრე ჩემივე მემკვიდრე გაიზრდება, თამარი შეძლებს მეფობასაო. შოთა ამბობდა, ძულს ტირანიაო. მარწმუნებდა, ტირანია უძლურებაო. დიდი ტირანია დიდი უძლურების ნიშანია. ტირანია ერთინაც ჯის მეფის მტერთა და ერთგულთაო. მეფე გიორგის საქციელმა თავი მოუკემსა იარასაო, ბევრად ღრმა გარგუნავითა მემკვიდრესაო. მისი ხელით დასჭილნი შენგანელიან პასუხსა. შენი სამეფო დიდ, დუღარე ქვაბსა ჰგავსო. ზედას მჭიდრო სახურავი იცავს, ძირსა ცეცხლი გიზგიზებსო. მოვა დრო, სახურავი ვერ დაუდგება ქვაბის დუღილსა. ძალა წალეკავს შენივე ერთგულთა. მტერი შორიდან აკვირდება, ერთგული დარაჯობს მდუღარესაო. ბრალი იქნება უძლურება მეფისა, ვითა ტირანისაო. გირჩევ, თვალი მიეცი ქვაბის სახურავსა, ძალა გამოვიდესო.
ეცადე ცეცხლი შეანელო, ქვაბი გაგრილდესო, ასე შეძლებ შენივე სამეფოს გადარჩენასაო. ტუსაღად მაქცია ტირანიამა. ვითა ქალსა გეგონა მიცემული პირბა ვერ დაიცვა კაცმოო. რომ დავესაჯე სიკვდილითა ვერ აპატიებდი მეფესა ვერცა მამასა. მართალი იქნებოდი შენივე არჩევანი წაიღო ტირანიამა. შენივე ბედი წაგართო ღვიძლმა მამამა, ვითა მეფემა. შენი წუხილი იმავე ქვაბსა მივიდოდა. დუღილი ბევრად დიდი იქნებოდა. ქვაბი ვერ გაუძლებდა მეფის ხელვასა. თეკლე გადაყვა მისივე რჩეულის დარდსა. ქალის დარდი დარჩა მდუღარე ქვაბსა. მეფისა ძალა დიდია, ბევრად სუსტია კაცისა. ვანენი ვერ მოერია ამ პარტავნებასა, ვითა ცოლმა სახელოვანი ამირსპასალარისა. დუღს ბალღამიშა ოსანი ქალისა. მათივე უგნურებას შეეწირა სიცოცხლე ერთადერთი ძისა. ტირანმა ხელყო სიცოცხლე ახალგაზრდა კაცისა. მჯერა, ცოცხალი იქნებოდა ერთგული მეფე თამარისა. ქვაბსა დუღს წაღებული სიცოცხლე კაცისა. შენ გერგო ქვაბი ქვეყნისა, ვითა მემკვიდრეს მეფე გიორგისა. ქვაბი ითხოვს პასუხსა მეფე თამარისა. მეფე იტყვის, თურმე ბრალი არა ჰქონია ორბელის ძესაო, მცირე იქნება შვება ვანენისა, ვითა მგლოვიარე დედისა. დარჩება სამარე შვილისა. ვითა ცხონდეს ხელმყოფი მოყვასის სიცოცხლისა. კაცის ბედი დუღს ითხოვს ფასსა სიცოცხლისა. იცოდე ძალა მეფისა მისივე ქველობაა. თურმე მეფე დავითმა ბრძანა დიდი შეწყალება დამნაშავეთა. მეფე ვალდებულია დასაჯოს დამნაშავენი. სასჯელი ტოლია მათივე ბრალისა. მეფე ვალდებულია დაიცვა სიცოცხლე თავისი ქვეშევრდომისა. თუ კაცმა ხელყო სიცოცხლე სხვა კაცისა, მეფე ვალდებულია საკადრისად დასაჯოს მკვლელი მისივე ქვეშევრდომისა. მკვლელი ქვეშევრდომი მეფისა სიკვდილით დასჯით ვერ დაიცავს სიცოცხლეს თანმაშავისა იმავე ქვეშევრდომისა. ნუ დასჯი სიკვდილითა. მიხვალ წინაშე უფლისა, ვითა მომაკვდინებელი კაცისა, ვითა დამრღვევი დიდი მცნებისა. მეფე თამარმა ისურვა სიწმინდე ტაძრისა. ვითა მხევალსა უფლისა, გევალება დაცვა უფლის მცნებისა. ნუ დასჯი სიკვდილითა. შენვე განიგმირები მახვილითა უფლისა. ძლევა მოსილმა მეფე მეცადოს დაიცვას მცნებანი უფლისა. შექმნას კანონი მეფისა. დამნაშავე დაისაჯოს კანონითა. ტირანის კანონი კარნახია ტირანიისა. მეფის ძლევა მოსილება მისივე კანონთა დაცვაა. ტირანია ემორჩილება განწყობას ტირანისა. ამბავი მიაქვს გარემოცვასა. მირდატი დაისაჯა ვითა შვილი ორბელისა. გადავრჩი ძმადნაფიცი უფლისწულისა, ძე მე ამბოხე თავადისა. ვეცდები ვუერთგულო ჩემივე მეფესა. მირდატი ძე ორბელისა, ბევრად მცირე ასაკისა, განიკითხა ცოდვითა მისივე მამისა. ვიცი არ უნდოდა ამბოხი დემნასა, ვერცა თეკლე იქნებოდა მომხრე. ორბელი დაუმალავდა თავისივე ძესა, ვითა უასაკოსა. ვიცი დემნა უარს იტყოდა, ვითა მემკვიდრე ტახტისა, თუ მიაღწევდა შეწყალებასა. ივანე ორბელმა ისრგებლა უფლისწულის სახელითა. მოინდომა გაზრდა მისივე გავლენისა. დემნა ვერ დაიცვა კანონმა. არ სურდა ტირანიასა. ტირანიამ ისურვა დასჯა უფლისწულისა. ვერ შეძლო დაცვა ანდერძისა, ვითა დადგენილი კანონისა. ტირანი თვითონვე არ ღვევს, ვერ იცავს ტირანის კანონსა. სჯის მეამბოხეთა იმავე ტირანის კანონითა. ტირანია შობს ტირანსა. ტირანი დასჯის მეამბოხესა. გაუსწორდება მისივე ქვეშევრდომსა. მოითხოვს ერთგულებასა, ვერ დაიცავს ერთგულთა. უსამართლოდ დასჯილნი მოინდომებენ მათივე დამსჯელის დასჯასა. დასძლევენ დაბადებენ ახალ ტირანსა, დაიძლევიან დაისჯებიან ტირანის ხელითა. ისტორია თანაბრად დასჯის ტირანსა და ტირანიის მტერსა, იგივე მეამბოხესა. თეკლე და მისივე ძმა ისტორიის ხელით მოითხოვენ პასუხსა. იქნება ულმობელი სამსჯავრო ისტორიისა. არ დაინდობს მეფესა, არცა ქვეშევრდომთა. მეფენი განისჯებიან მათივე ღვაწლითა. იქნება სამსჯავრო ხალხისა. ბევრად ულმობელია სამსჯავრო უფლისა. ადამის მოდგმა განიკითხება მისივე საქმითა. ვერავინ შეძლებს ბოლომდე დაცვას სიწმინდისა. ცოდვილსა სჯერა ელის მიტევებასა უფლისა. არა კაცკლა მთავარი მცნება უფლისა. სიცოცხლე უფლება მონანიებისა, უფლება ცოდვათა გამოსხდვისა. სიცოცხლე უფლის ბოძებულია. მეფის უფლება დასჯა. სიკვდილი ნებაა უფლისა. შოთა მირჩია, დიდი მეფენი დიდ შეწყალებას ბრძანებდნენო. მეფე თამარმა ვითა ხელმწიფემ სიკვდილით დასჯის აკრძალვა ბრძანოსო. თამარი ბევრად დიდი მეფე იქნება, ვიდრე მანამდე ყოფილა. მისი ძლევა მოსილება ბევრად გაიზრდებაო. ორგულთა მიეცემათ უფლება ერთგულებისაო. ორგულნი და მეამბოხენი დაისაჯნონ კანონის ძალითა. შეწყალება მეფის უფლება იქნება. მეფის ერთგულებას დიდი ფასი მიეცემაო. ორგულთათვის სამსჯავრო დილეგი იქნება. მისი დაცვა მეფის ძალის ნიშანი გახდებაო. მეფეთა ძლევა მოსილება ღვაწლია დიდი მეფისა. ძალა მეფის მხედრობისა. ქველობა ხელმწიფისა.
ბევრად დიდი ასპარეზი ბრძოლის ველი ისტორიისა. მეფის მხედარი ხელი მთხრობელისა. მეფის ქველობა საჭურველია მისივე მხედარისა. მხედარი მეფის სახელით ერთვება ბრძოლასა. დიდია ძლევა ისტორიის ულომბელი ასპარეზისა. ბევრი ძლევამოსილი სარდალის სახელი დაეცა ბრძოლასა ისტორიისა. მთხრობელი მხედარი მეფისა, მტვერისგან იცავს ძლევამოსილი მეფის სახელსა. მხედარსა სჭირდება საჭურველი მეომარისა. იმავე ქველობა მეფისა. სამეფო ელოდა მემკვიდრეს ტახტისა. მინდოდა მემკვიდრის დაბადებას მოჰყოლოდა ბრძანება სიკვდილით დასჯი საკრძალვისა. მოიღო წყალობა უფალმა. დაიბადა ლაშა გიორგი, მემკვიდრე მეფე თამარისა. იმავე დღეს უბრძანე შოთასა, ემცნო ბრძანება სიკვდილმისჭილთა შეწყალებისა. აიკრძალა სიკვდილით დასჯა დამნაშავისა, გინა ვეზირისა, გინა მონისა. აიკრძალა სიკვდილით დასჯა ტყვისა. მიეცა პატრონსა უფლება გაკიდვისა. სიკვდილით დასჯა აიკრძალათ მეფის ვასალთა. შოთამ თქვა, შენ მათზემ შეიწყალა დამნაშავენი. მეორედ მიანიჭა სიცოცხლის უფლებაო. ვიკითხე შეწყალებულთა ბედი. შოთამ თქვა, იმ დღეს 800 კაცი ელოდა სიკვდილით დასჯასაო. ასამდე უმადურად დარჩა, მიეჩვია დილექსა, მოკვდება დილექსაო. მათგან ბევრი სახელოვანი მეომარი დადგაო. ბევრმა თქვა, მეფე თამარმა მაჩუქა სიცოცხლე, მადლიერი ვარ. მასვე ვუძღვნი ჩემივე სიცოცხლესაო. ბევრი გმირულად დაეცა ბრძოლასა. ბევრმა ბოლომდე უერთგულა მეფესა. შოთა ამბობდა, ტირანი ვერ გაბედავდა. ძლევამოსილი ხელმწიფე მოერიაო. შენი მემკვიდრენი გააგრძელებენ შენივე გზასაო. მუდამ შენი მადლიერი ვიქნები. უფალმაძე მაჩუქა, შენ სიცოცხლე აჩუქე ხალხსა, ჩემივე მოდგმის სახელითაო. მეფე თამარმა დაიცვა უფლის მცნება, ნუ განიკითხავო. თვითონ ბრძანა, ნუ დასჯი, მიეცი უფლება სიცოცხლისაო. მერე მეფის ბრძანებით არავინ დასჯილა სიკვდილითა. თურმე ქილიკობდნენ მოძულენი მეფისას. მონათა დასჯა აგვიკრძალა. ყურის აწევა გვაკმარაო. მონა მემკვიდრედ მიქციაო. მონა მამულის გაყოფას მედავებაო. მონას მუზარადი შეუძენია. თურმე ცხენის შეძანა მოინდომაო. მალე მონათა მხედრობას ბრძანებსო. მონა კაცად აქციაო. მონას მოძღვარი მივუყვანეო. თუ კარგი მელექსე ხარ, მეფე მოგისმენსო. კარგი მეომარის ხმა ყურსა არ ესმისო. საომრად მივდივარ, მონა პატრონობს ციხესაო. მეფე გიორგის სამი უგვაროს აღზევება ვერ ვაპატიეთ, ახლა მონათა განდიდებას ვიტანთო. ადრე მონის ფასი ქათამსამი ჰქონდა. აკლემს ვაძლევ, უარზეაო. მონათას ყიდვას წერტილი დაესმევა. ვერავინ გაიმეტებს გასაყიდადო. აკლემმა ფასი დაკარგა, მონას ვინახავო. ადრე ქარავანს დავსდევდი, ახლა მონებს დავსდევო. მონას მამის სისხლის ფასი დაედვაო. შოთა მეუბნებოდა, ვერ ბედავენ შფოცა, ხილიკის უფლება მიეცი, ქვაბის დუღილი გამოვაო. ნუ დაივიწყებ, ვითა ქალსა შაოსანი დედები გახსოვდესო. მეფე ყველას ნახვას ვერ შესძლებსო. მივიდეს მეფის ხალხი. იცოდნენ მეფეს სრუნვა არ დავიწყებია. ასე პატივს მიაგებ მეფე გიორგისა. მისივე საქციელის შემსუბუქებას ეცდებიო. მათთვის სამყარომ ფასი დაკარგა, მეფის ნუგეში გაამხნევებსო. ჩემივე მეფობის 10 წლის თავსავი ხმე შაოსანი დედები. ვანენმა თქვა, სიკვდილს ვნატრობდი, ახლა მათზე ზრუნვა დამევალა. ჩემი სიცოცხლე მეფის საჩუქარი იქნებაო. მეგონა მკვდარი ვიყავი, თურმე კიდევ შემძლებიაო. ძალა ვერ ვპოვე, მენახა საფლავი ჩემივე ასულისა. ძალა მომეცა პატიების თხოვნისაო. მერე ერთად მივედით ჭულესას, სანთელი დაუნთეთ თეკლესა. შოთამ გამემხილა, მინდა დემნას და თეკლეს სამარხი ერთად იყოსო. მირჩია, დიდია ძალა მეფისა. უფრო დიდია ძალა ცოდნისაო. მეფე დავითის ძალა მისივე განსწავლულობა, მისივე დიდი რწმენა იყო. მეფე თამარი სახელოვანი ჩამომავალია სახელოვანი პაპისა. ვურჩევ მეფემ იგივე გზა არჩიოსო. დიდი იქნება ძალა მეფისა, არ მოგაკლდება წყალობა უფლისა. ისურვე სიწმინდე ტაძრისა. უმეცარი ვერ დაიცავსო სიწმინდესა, ვერ არგებს რწმენასა. ვითა მეფემ ისურვე თარგმნა მათეს სახარების. მე ივრითის ცოდნამ მიხსნა. სახარების თარგმნამ ბევრის უმეცრება დაამარცხაო. კანონი არ ესმოდა კაცსა, მეფემ სიწმინდის დაცვა მოსთხოვაო. მღვდელი დარაჯია რწმენისა. უმეცარი მღვდელი, უმეცარი დარაჯი ტაძრის სიწმინდისა. გირჩევ მიავლინო მეფის ხალხი წმინდა მამათა სავანისა. იცოდნენ შემწეძლევამოსილი ქართველთა მეფე თამარიაო. სიბრძნე გახდეს მსახური შენივე სამეფოს ძლიერებისაო. მივიდნენ მოწაფენი მეფის ხარჯითა. ივრითის კარგი მცოდნე ვერ მოიძებნა მეფე გიორგის სამეფოსაო. ძლევამოსილებას დიდი მეცნიერი თუ გაუძლებსო. ძლევამოსილება სუსტისა ტირანიას მოიტანსო.
მეფეთა სიმაღლეს დრო გამოაჩენსო.